თითქმის ქრონიკული დაავადების კურნალობის სტანდარტები იცვლება. VADOD, ანუ ამერიკის ვეტერანთა საქმეთა სამსახურის და თავდაცვის დეპარტამენტის 25 წლის თითქმის უკმარისობის გაიდლაინი მთავარ პრიორიტეტად პრევენციას ასახელებს. გაიდლაინის ძირითადი ნაწილი ფარმაკოთერაპიას, კერძოდ ახალი თაობის პრეპარატებს, SGLT2 ინჰიბიტორებს და GLP-1 აგონისტების გამოყენებას ეხება. მართალია ისინი თავდაპირველად დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ პარალელურად თითქმის დამცავი ფუნქციაც გააჩნიათ დიაბეტის მქონე პაციენტებში. მათი გამოყენება 30%-ზე მეტად ამცირებს თირკმლის უკმარისობის რისკს, რაც ბევრი პაციენტისთვის დიალიზის თავიდან აცილების რეალური შანსია. გარდა ამისა, გაიცა რეკომენდაცია სტატინების გამოყენებაზე არადიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის. რეკომენდაციები შეეხო თირკმლის უკმარისობის პრევენციის მნიშვნელობას და აღწერს ახალ მეთოდს, როგორ უნდა ავირიდოთ კონტრასტით გამოწეული თირკმლის უკმარისობა თავიდან. სიახლეები მნიშვნელოვანია და მათ სრულად შეგიძლიათ მესკრიპტუმის ვებგვერდზე გაეცნოთ. ჟურნალი The Guardian-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფსევდო-სამედიცინო რჩევები ადამიანთა ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს. ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს სოციალურ ქსელებს ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად, თუმცა რეალობა საკანკაშოა. The Guardian-მა პლატფორმა TikTok-ზე #mentalhealthtips განთავსებული 100 ყველაზე პოპულარული ვიდეო გაანალიზა. ფსიქოლოგების და ფსიქიატრების მიერ მათი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოების 52% შეიცავს დეзинფორმაციას. ექსპერტების განმარტებით, TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოებში აბსურდული და მეცნიერულ საფუძველს მოკლებული რჩევების საკმაოდ ხშირად გვხდება. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ასეთი ტიპის ვიდეოს ავტორები ამტკიცებენ, რომ შხაპის დროს ფორთოხლის ჭამა შფოთის დონეს ამცირებს. გარდა ამისა, პლატფორმაზე ისეთ საკვებს და ნამატებსაც არეკლამებენ, როგორებიცაა მაგალითად ზაფრანა, მაგნიუმის გლიცინატი, წმინდა ბაზილიკი. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ნივთიერებების მენტალური ჯანმრთელობისთვის სარგებლიანობის შესახებ კონკრეტული სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობს.